ახლა უნდა გადავიდეთ წარსულზე. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს ცნები შეგვიძლია გამოვიყენოთ წარსულში და როგორ შეგვიძლია ეს გავაკეთოთ, უკვე ახლა ვნახავთ. როდესაც გვინდა გამოვხატოთ წარსული, ამ შემთხვევაში should-ს ემატება have და ემატება past participle, ანუ ზმნის მესამე ფორმა. ჩვენ ამაზე უკვე ბევრი ვისაუბრეთ მოდალურ ზნებზე წინა ვიდეოებში. იგივენაირად ought to-ს ემატება have და ემატება past participle, როცა გვინდა წარსულზე ვილაპარაკოთ და ვნახოთ ახლა მაგალითები. You should have done your homework earlier. You should have done your homework earlier. შენ უნდა დაგეწერა შენი საშინაო დავალება უფრო ადრე. ანუ არ გააკეთე და უნდა გაგეკეთებინა. ეს არის წარსულზე, მაგრამ ეს არის არა მხოლოდ წარსული, არამედ კრიტიკა, წუწუნი წარსულ დროზე. You should have spoken to your teacher about your grammar problems. You should have spoken to your teacher about your grammar problems. შენ უნდა გელაპარაკა შენს მასწავლებელთან გრამატიკის პრობლემების შესახებ. იმედია ვხედავთ, რასთან გვაქვს